რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა ისო თქვენთანაა. ვაშა. სანამ დავიწყებთ, მოასარით, მოიწონეთ და გამოიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. სიტყვა პატრიოტი ხმამაღლა ჟღერს. ყველას განსხვავებული კრიტერიუმებით შეიძლება გქონდეს ჩვენ ვის უწოდებთ ამ სიტყვას და ვის არა. მაგრამ დღეს გაგაცნობთ ადამიანების ჯგუფს, რომელსაც სრული დარწმუნებით უწოდებთ პატრიოტებს. რით დაიმსახურეს? იმით, რომ აკეთებენ საქვეყნო საქმეს, საქართველოდან შორს, მოწყობილი, აწყობილი ცხოვრებით, სხვა საზოგადოებაში უკვე ნაპოვნი ადგილითა და დამსახურებული დაფასებით. მაინც ჯიუტად აკეთებენ ქართულ საქმეს. დღეს მათი სახელით ისაუბრებს რევაზ ბეროზაშვილი, კაცი, ვინც სხვა ჩვენებურებთან ერთად ქმნის ელექტრონულ პლატფორმებს ქართველების დასახმარებლად და არა მხოლოდ. საარჩევნოდ მათ შექმნეს პლატფორმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის გასამარტივებლად. ახლა კი პლატფორმა პროტესტის დასახმარებლად. 4 ოქტომბრის წარმატებისთვის. ამ პლატფორმაზე ნებისმიერი მსურველი მიიღებს ინფორმაციას, რომელიც აინტერესებს. სად ვიკრიბებით, როდის, საით ვიძურებით, რა ტრანსპორტი გვაქვს, ვინაა კოორდინატორი და ასე შემდეგ. თუმცა ჯობს ამ ყველაფერზე თავად შემქმნელმა ისაუბროს. რეზო გამარჯობა. მადლობა საუბრისთვის და მოდი შორიდან დავიწყოთ, მოდი გავიცნოთ ჯერ თქვენი ჯგუფი. როდი შეიკრა ეს ემიგრანტების ჯგუფი და რა ფორმით? როდესაც დაფუძნება გადავწყვიტეთ უკვე ოფიციალურად როგორც non-profit organization, ანუ NGO-s სახით დავრეგისტრირებული ყავით, მივხვდით, რომ თაობები ქვეყნისთვის თარგმანში იკარგებოდა, ანუ რაღაც შინაარს არ გამოხატავდა. ამიტომ დავარქვით თაობების საქართველოსთვის ესეც ისევ გამოკითხვის მეთოდით. რაც შეეხება სტრუქტურა არის მრგვალ მაგიდაზე აწყობილი, ანუ ყველა ვინც წევრიანდება ამ პლატფორმაზე ის არის წარმომადგენელი ამ მრგვალი მაგიდის და მას აქვს ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღები ეგრეთ წოდებული ორგანო, რომელიც არჩევითია 2 წლის ვადით ირჩევს ყრილობა და შემდეგ შეიძლება კიდევ ხელახლა დარჩეს შემდეგი 2 წლითაც. ეს პრინციპში დაფუძნება სულ ახლახანს დავიწყეთ გერმანიაში დაფუძნდება შეტანილია დაფუძნებაზე, მაგრამ ეს ბიუროკრატიაში დაწერილი პროცესია, ამიტომ შესაძლოა დაახლოებით დეკემბრისთვის იყოს ოფიციალურად დაფუძნებული NGO და ახლა უკვე გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ძალიან ღრმად შევედით ურთიერთკავშირში მათ შორის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, საჭიროა რომ ეს გავა ოფიციალურად, ასე ვთქვათ, და იყოს ოფიციალურად ასე ვთქვათ, დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ლობირებას გაუკეთებს და ადვოკატირებას ქართულ პრობლემებს და ქართულ საკითხებს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ ახლა მარტო ევროპელ ემიგრანტებზე ვსაუბრობთ თუ უფრო ფართია თქვენი გეოგრაფია? ჩვენ ვართ ყველგან, იმიტომ რომ გეოგრაფია იზრდება, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სულ რაღაც 3 მილიონი ვართ და პატარა საქართველოა, სინამდვილეში ამის გეოგრაფია არის ბევრად დიდი, ხო, მაგრამ ეს უნდა ვაჩვენოთ, რომ არის გეოგრაფია დიდი. ავსტრალიიდან ამერიკამდე და ევროპის ყველა ქვეყნიდან, არ ვიცი, იოჰანესბურგამდე, ხო, ეს საკმაოდ დიდი გეოგრაფია და იდეაში იოჰანესბურგში არა, მაგრამ აფრიკის რამოდენიმე ქვეყნიდან ქართველი ექსპატები გვეთქმიანებიან და არიან ქართულები ამ პროცესში. ანუ ჩვენი გეოგრაფია არის საკმაოდ დიდი. ერთადერთი საიდანაც პრინციპში ძალიან ნაკლებია შემოხმაურება, ეს არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. კორეიდან გვეხმიანებიან ქართველი სტუდენტები, ისინი არიან ამ პლატფორმის ნაწილი. ავსტრალია პირველად აღმოვაჩინეთ, როდესაც წინა საარჩევნო პროცესში ვიყავით საკონსულო აღრიცხვებში და 54 კაცი ჩვენ დავარეგისტრირეთ საკონსულო აღრიცხვაზე და აქედან გამომდინარე სულ პირველად გაიხსნა საარჩევნო უბანი ავსტრალიაში, ოღონდ ავსტრალია იყო ერთად, ავსტრალია, ახალი ზელანდია, 3 ოჯახი იყო ახალ ზელანდიაში ქართული, რომელიც მოუძებნეთ და ჯგუფიც კი შეიქმნა. ჩვენ ასე პოზიციონირებთ, როდესაც ურთიერთობთ მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, რომ ეს არის ინტერკონტინენტური ქართული დიასპორების გაერთიანება თაობების საქართველოსთვის. თქვენს ვებგვერდზე თაობები.com შევდივარ და თავაზობს ოპერატორის დახმარებას, ცხელი ხაზის დახმარებას. ან მივწერო, ან პირდაპირ დაველაპარაკო. მაგრამ რა სახის დახმარება შეუძლია? ეს ხომ წინა არჩევნებისთვის შექმნილი საიტია. ახლა 4 ოქტომბრისთვის რა დახმარების გაწევა შეუძლია ამ თქვენს ვებგვერდს? ძალიან ბევრი ადამიანი გაგვაცნო აი ამ ფრონტლაინზე მუშაობამ, ამ პროცესმა, ცხელმა ხაზმა, რომელიც ჩართული იყო 24/7-ზე წინა საარჩევნო პროცესში და 15 ადამიანი ტაიმზონის მიხედვით განაწილებული ვიყავით და პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ვემსახურებოდით ხალხს. ანუ ეს იყო პრაქტიკულად
უცებ შექმნილი, მაგრამ კარგად გააზრებული უფასო იუსტიციის სახლი თავისი უფასო სერვისებით. და პრინციპში დაახლოებით მსგავსის გაკეთებას გეკმავთ ახლაც, ოღონდ არა მარტო ცხელხასთან მიმართებაში ვამბობ, არამედ ზოგადად რაღაც სხვადასხვა სერვისების ეს სულ იყო ჩვენ მოთხოვნილებაში, რომ ვიღაცებს ეზრუნათ და დაენახებიათ, რომ საქმის კეთება შეიძლება, მათ შორის მაშინაც, როდესაც არ ხარ ხელისუფლებაში. ვინ ისარგებლა ამ საიტით? საარჩევნოდ ან დღეს ვინ ისარგებლობს ამ საიტით? დაახლოებით პორტრეტ თუ შეგიძლიათ აღწეროთ აი მომხმარებლის. 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში საზღვარგარეთ, იყო მხოლოდ 6%. და ამ 6%-ის 98% იყო ან ჩამოსული სტუდენტი, ან რაღაცა პროექტზე ჩაბარებული, ჩამოსული. მოკლედ, აქ დაბადებული ან იქ დაბადებული და ჩამოყვანილი ახალგაზრდები პრაქტიკულად არ იყვნენ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩართული. ეს იყო ჩვენი სერიოზული გამოწვევა და დღემდე რჩება და ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რადგან აუცილებლად ვიმუშავებთ, იმიტომ რომ ეს გენოფონდი არ შეიძლება დაუკარგოთ საქართველოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეიყვარეს საქართველოს ეგიდით გაკეთდება ქართული ონლაინ სკოლა, ამ პროცესებამდე პრინციპში დაგეგმილი გქონდა კიდეც და მოლაპარაკება ასეულის პედაგოგთა ჯგუფთან, ლადო აფხაზავასთან ერთად და გვინდოდა რომ გაგვეკეთებია ეს ონლაინ სკოლა, დარეგისტრირების მექანიზმებიც მოვიფიქრეთ, time shifting-ი ყველაფერი გაკეთებული იყო, პროგრამაც აწყობილი იყო, მაგრამ ნუ აი ამ პროცესებში რომ გადავერთეთ, პარალელურად ვეღარ მივყევით ამას. და ეს ითვალისწინებს არა იმას, რომ ვიღაცამ აქ ქართული წერა-კითხვა ისწავლოს, არა, ქართული წერა-კითხვით ვერ შეიყვარებს სამშობლოს. აქ საუბარი იმაზეა, რომ როგორ შევაყვაროთ ამ ბავშვებს ქვეყანა, რომ მათ შეიძლება არ გადაწყვიტონ ხვალზე საქართველოში ჩასვლა, მაგრამ სადაც იქნებიან, იქ იყვნენ ლობისტები, საქართველოსი ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათ შორის აი მარტივად რო ვთქვათ, პენსილვანია ამერიკაში არის მერყევი შტატი, ხო, ყოველთვის ძალიან ბევრი რამ წყდება პენსილვანიაში ამერიკის არჩევნებში, ხო? პენსილვანიაში არის თავმოყრილი დაახლოებით 30,000 ლეგალურად მაცხოვრებელი ქართველი, რომელიც არის 30,000-მდე ლეგალურად მაცხოვრებელი ქართველი. ანუ ამომრჩეველს გულისხმობ, ხო? და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს რო შეიკრიბოს და ქართულ დიასპორამ რაღაცეები რომ მაგალითად მოითხოვოს ყვალზე, ეს არის სრულიად რეალური მომავალში. ამიტომ ჩვენ გზელვადიან რაღაცეებზეც უნდა გავთვალოთ, როგორი ზეგავლენა და რა ბერკეტებით შეიძლება გქონდეს გლობალურ პოლიტიკაზე რაღაცა ბერკეტები, იმისთვის რომ საქართველოს გეოპოლიტიკა იყოს დაცული, უსაფრთხო და წარმატებული, ასე ვთქვათ. ეს ვებგვერდი და თქვენი აპლიკაციები რა ფორმით დაეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც უნდათ 4 ოქტომბერს აქციაში მონაწილეობა, ან ამ აქციის დახმარება საზღვარგარეთიდან. კონკრეტულად რას ეუბნებიან, რას ეტყვიან თქვენი ოპერატორები? ეს მომსახურების სერვისი ცხელი ხაზი იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ პროცესებზე, ანუ ემიგრანტებს დააკვალიანებს მაგალითად რომელ რიცხვებში შეიძლება უფრო მეტი და რომელ რეისებზე იქნება უფრო მეტი ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან, რომ უფრო ორგანიზებული ჩასვლა გამოვიდეს და რამოდენიმე რეისი მაინც იყოს, სადაც ბევრი ემიგრანტი, მაგალითად ამერიკიდან თუ მოფრინავს, ისეთ ქალაქზე გააკეთოს სწორება, მაგალითად როგორც არის მიუნხენი, ფრანკფურტი ან რაღაცა, სადაც ასევე ევროპიდან დაემატება იმავე რეისზე სხვადასხვა ქართველი ემიგრანტი. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება, რაც არის ის, რომ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების დაკვალიანება და ფინანსება, ეს არის გაჭირვებული ადამიანები, რომელსაც სურს 4-ში იდგეს რუსთაველზე, მაგრამ არ აქვს საშუალება და თუ გვეუბნება, რომ აიცი რა, მე მინდა რუსთაველზე ვიყო, ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანს, რომელიც ეთქვის, რომ აი მარშრუტკა იქნება, თუ სამარშრუტო ტაქსი თუ რაღაც ავტომობილი ან ტრანსპორტი იქნება აი ამ და ამ ლოკაციაზე, მიბრძანდით და ჩვენ წამოგიყვანთ. ეს არის ერთი მიმართულება ასევე. მეორე მიმართულება, რომ ეს ხალხი რო ჩამოდის 4-ში დიდი ალბათობით შესაძლოა პროცესები არ დამთავრდეს, ჩვენ დიდი სურვილისთან მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ამ ხალხს დაჭირდება დასვენება, ასევე დაჭირდება დარჩენა. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, მაგალითად, არაერთმა ადამიანმა უკვე მოგწერა, რომ თბილისში გვაქვს დაკეტილი ბინა, მათ შორის ემიგრანტები გვთავაზობენ ამას, რომ დაკეტილი ბინა ამ და ამ ლოკაციაზე, თუ ვინმეს დარჩენა სურს, ანუ გვეუბნება, რამდენი აქ ტევადობა, რამდენი ადამიანის დატოვება შეუძლია და ასევე თავის საკონტაქტო ინფორმაციას ტოვებს. შესაბამისად, ვინც ამბობს, რომ დატოვება სურს, დარჩენა სურს, ვაკავშირებთ ამ ფლობელთან და შესაბამისად
ამ მიმართულებითაც იქნება პასუხები. ასევე თუ ვინმე სურს მაგალითად თავდაცვის საშუალებები ამ მიმართულებითაც ვიღაცას საწვიმარი სურს, ვიღაცას სათვალე სურს, ჩაფხუტი და ასე შემდეგ, დავაკავშირებთ ადამიანთან, რომელიც ამას ასე ვთქვათ მიაწვდის. წარმოვიდგინოთ ასეთ სურათი, რომელიც პრინციპში რეალისტურია. გირეკავთ ქოცი, ვიღაცა ტიტუშკა და გეუბნებათ მშია, რაღაც დახმარება მჭირდება, ან ჩაფხუტი მინდა, ან სათვალე მჭირდება. მოკლედ თქვენ გთხოვთ დახმარებას, რომელიც გაწევას თქვენ შეგიძლიათ. ამის გაკეთება შეუძლიათ მასობრივად იმისთვის, რომ თუნდაც მარაგები გამოცალონ და აქციის ნამდვილ მონაწილეებს აღარ შეხვდეთ. ამის თავიდან აცილება როგორ შეიძლება? იმ ადამიანს, ვისაც უკავშირდება ოპერატორი, პასუხისმგებელ პირს, ასევე ძახით კოორდინატორებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რაღაც კონკრეტულ საქმეებზე იქ ადგილზე, ის ადამიანები გაარკვევენ თავად ვის ეკუთვნის ჩაი და ყავა, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ. მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც მუნდის ღირსეულად ექცევიან 4-შიც და მათ შორის 5-შიც და შემდეგ დღეებშიც, ძალიან დიდი ალბათობით და დიდი სიამოვნებით იქნება მათი დახმარებაც, მათი გვერდში დგომაც და ჩაის და ყავის მიწვდაც და საერთოდ რაღაცა დოზით უნდა გავერთიანდეთ ქართველიერი, ეს 4 მე დღეს არაერთ ჩართვაში, სატელევიზიო ჩართვაშიც სწორედ ეს თქვი, რომ 4 არის არა მარტო გამარჯვების, არამედ შერიგების, გვერდ დადგომის, ჩანგრეული ხიდების აღდგენის და დაკარგული ნდობის მოპოვების, კვლავ მოპოვების. მე ვფიქრობ, რომ ამ პათოსში ძალიან ბევრი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი აუცილებლად ჩვენს გვერდით იდგება. ამ არსებული ვებგვერდის გარდა, თაობები.com, ამის გარდა, თქვენ აკეთებთ კიდევ ახალ აპლიკაციას, რომელიც ალბათ უფრო მასშტაბური იქნება. რისთვის დაგჭირდათ ეს ახალი აპლიკაცია და ამაზე რა იქნება განთავსებული? მეორე აპლიკაცია არის რამოდენიმე რამისთვის. პირველი ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ადვილად მოძებნონ ერთმანეთი ამ აპლიკაციით, ანუ თუ ტელეფონს GPS-ა დეფოლტად ჩართული აქვს და ვინმე ხელოვნურად არ გამორთო, მათ შეეძლებათ ერთმანეთის დანახვა, სად არიან ლოკაციებში და ასე შემდეგ. მეორე ეს არის ტროლბოტების მასიური დარეპორტება უპრობლემოდ, ეს არის მეორე მიმართულება. და მესამე და ყველაზე მთავარი ეს აპლიკაცია პრაქტიკულად არის გამოკითხვის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ხალხი ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და შესაბამისად ჩაერთოს როგორი საქართველო გვინდა, ან ვის ვანდობთ ამ ქვეყანას. აპლიკაციამ როგორ უნდა განსაზღვროს ვინ მოვა ხელისუფლებაში, თუნდაც დროებით მთავრობაში? დაუშვათ არის 10 ჯგუფი. ეს 10 ჯგუფი ანომინირებს მაგალითად სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელზე დროებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში თითო კანდიდატურას. შესაბამისად 10 კანდიდატურა არის, სადაც არის multi-choice, ანუ ქართულად ანუ მრავალარჩევითი საშუალება, დაახლოებით ესეთი ტექნიკური საშუალება აქვს და ქულებს უწერს ყველა კანდიდატს. ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი დროებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ტროლების თემას რო დაუბრუნდეთ, როგორ ამოიცნობს აპლიკაცია, ვინ არის ტროლი, რას აკეთებს, რას აშავებს და როგორ შეებრძოლება ამას? ჩვენ უკვე დაახლოებით 1 წელია შექმნილი ყავს ტროლებთან და ბოტებთან მებრძოლი გუნდი. ანუ ეს არის ხალხი, რომელიც ზის და არკვევს მაგალითად სად არის ყალბი ინფორმაცია, ყალბი აკაუნტები, ყალბი პეიჯები და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი, ვინც ჩამოტვირთავს, ის პირდაპირ დაინახავს, რომ TikTok-ზე ესენი არიან ტროლები და შეუძლია დაარეპორტოს. YouTube-ზე ესენი არიან ტროლები და შეუძლია დაარეპორტოს. Insta-ზე ეს არიან ტროლები და დაარეპორტოს. Facebook-ზე ესენი არიან ტროლები და ეს ადამიანები და ეს გუნდი იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ ადმინები, რომლებიც მოიძიებენ ამ აკაუნტებს და ლინკებად ჩაყრიან და user-ი, ანუ მომხმარებელი უბრალოდ დაინახავს მთელ ამ სიას, უბრალოდ აირჩევს ვიღაცა TikTok-ს დაარეპორტებს, ვიღაცა YouTube-ს და ვიღაცა Facebook-ს. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია თავად user-ების, მომხმარებლების, ასე ვთქვათ, რას დაარეპორტებენ. ვირტუალურ სივრცეში დაახლოებით გავიგეთ რას წაკეთებთ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ ევროპაში. ევროპაში მცხოვრები ადამიანები თქვენს ადგილობრივ მანდაურ პოლიტიკოსებს თუ ხვდებით, არუსი პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტარებს ან ვიღაცებს, ვიზეც არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
2021 წელს ვანჰეის გუნდთან მქონდა შეხება, ჰქონდა უკვე 7 შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ევროკომისიას გულისხმობ კუბილიუსთან, კუბილიუსი ამ წუთას არის ევროკომისიის კომისარი. და მართალია ვითხოვეთ კაია კალასის კაბინეტთან შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოგვიხერხდა, თუმცა ამაზეც მუშაობთ, რომ მან იცის ეს გეგმები, მასთან მისულია გადაგზავნილიც გვაქვს და კაბინეტმაც გვიპასუხა, რომ დიახ, გეგმავთ ამ შეხვედრას, მაგრამ ვერადავერ მოხერხდა, ორი შემოთავაზება იყო, ჩვენ არ გვეცალა და რამდენიმე შეთავაზება ჩვენგან მათ უარყვეს, იმიტომ რომ არ იყო ფიზიკურად ბრიუსელში. ხო და აი ამ გეგმის შესახებ მოკლედ ევროპელმა პარტნიორებმა იციან. ახლა ამ წუთას ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნას ნაზავი ევროპარლამენტის და ევროკომისიის, რომელსაც დაევალება მხოლოდ საქართველოს საკითხები იმისთვის, რომ ბიუროკრატია ჩამოშორდეს და ისინი იქნებიან სპიკერები პრაქტიკულად ამ თემაზე. ოღონდ მეორე მხარეს უნდა იყოს ის ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე იღებს პასუხისმგებლობის აღებას ზე აცხადებს პრეტენზიას, ასე ვთქვათ. ხო და აი ბოლო შეხვედრაზე კუბილიუსმა სწორედ ეკითხა, რომ კაი, ჩვენ აი ხვალ რო შევქნათ თქვენ რა შვებით და ნუ ჩვენ ვიყავით, რომ აი დავფუქავთ ამ ამბავს. გვადროვეთ ცოტა და გამოჩნდება ის პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ამ პროცესში, პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობას აიღებენ და დაჯდებიან ამ მრგვალ მაგიდასთან და შესაბამისად ამ ჯგუფს თქვენ რა თქმა უნდა შეხვდებით. ანუ ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებიან, რომ საქართველოს თვითონ დაალაგდება, თვითონ გაარკვევს, რომელი ხელისუფლება უნდა, რაღაც გუნდი წავა, რაღაც ახალი გუნდი მოვა, დროებითი მთავრობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რამე დიალოგი. იქამდე არ ვითხოვთ დახმარებას, ეს ყველაფერი რომ უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს, ამაში არ ვითხოვთ დახმარებას. This is the time for peaceful transition of the power. ეს არის statement-ი, რომელიც უნდა მოვისმინოთ და პირდაპირ ღიად ვეუბნებით, რომ ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ღიად დემოკრატიის ევროპული ფასეულობების და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიტყვებმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს და პლუს მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რომელიც 4 ოქტომბერს შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს ექნებათ. დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მედიასთან, ჟურნალისტებთან მუშაობა, პოლიტიკოსების გარდა გარე აქტიურობა, აქციები რაღაც, ეს ყველაფერი ან რამე აქედან არის დაგეგმილი. მათი რამოდენიმე წარმომადგენელი ხა ბრიუსელში გეგმავთ მარშს ევროკომისიიდან საქართველოს საელჩომდე გადავკეტავთ გზას და ევროკომისიასთან უკვე დაგვიტასტურა სამმა რომ მოვა და სიტყვითაც გამოვა. პირდაპირ ვეუბნები რომ მეთქი უბრალო სიტყვები და რაღაც აი ხალხო თქვენ გვერდით ვართ, ეგ არ გვაინტერესებს მეთქი რა. ეფექტური მესიჯები გვინდა, ღია მესიჯები, ის რაც მართლა ასახავს რაღაცას მეთქი. გავიგეთ რომ სანქცირებას დიდი ბიუროკრატია აქვს, გავიგეთ ეს ამბავი, მაგრამ ამას ხო არ ჭირდება statements ღია ასე ვთქვათ, ბიუროკრატია, ესაა პოლიტიკური ნება, ან გაქვს, ან არ გაქვს. ამიტომ დაგვანახეთ, რომ თქვენ ხართ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ჩვენ ქართველი ხალხი ღია ხელებით, შიშველი ხელებით ვდგავართ რეჟიმის წინააღმდეგ და არ დავნებდებით ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში უნდა ვიცოდეთ თქვენ სად ხართ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აქციას კიდევ ერთი რამ უჭირს ძალიან, ივანაშვილი კეტავს ყველა არხს, ყველა შესაძლო არხს, რომლითაც ვინმე დაეხმარება აქციას. ფონდებს, პარტიებს რო უყინავს ანგარიშებს და პოლიტიკოსებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს ეს გასაგებია. ემიგრანტები თუ აკეთებენ რამეს, რომ ფინანსურად, მატერიალურად უზრუნველყონ ის პროტესტის მიმდინარეობა. ადამიანები, რომლებიც აპირებენ თბილისში ჩამოსვლას, რომლებიც აპირებენ ქუჩაში დგომას, ამ ხრივით უკეთდება რამე. ნაწილი არის იმ თანხით პრინციპში შექმნილი და მოძიებული, რაც ჩვენ ემიგრანტებმა შევაგროვეთ ფონდში და გადავრიცხეთ. არის კიდევ უბრალოდ სახელს არ დავასახელებ იმ ორგანიზაციების წვრილი ბიზნესები, რომლებიც უკვე ორია ასეთი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ასევე ჩაერთვება თავის მხრივ და რაღაც საკვებს მიიტანს, მაგალითად რუსთაველზე. თუმცა თანხა ძირითადად არის სწორედ ჩვენი მოძიებული და ჩვენი გადარიცხული. ანუ იქ არის ემიგრანტების ჯგუფი და არა მარტო ემიგრანტების, ჩვენს ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ადამიანია იქით ამ ხანიდან ჩართული, საქართველოში მცხოვრები,
ძალიან აქტიური მოქალაქეები და ემიგრანტები და აი ეს ერთად იქ მცხოვრები თბილისში მაცხოვრებელი აქტიური მოქალაქეები ერთად აკოორდინირებენ ამ ამბავს. მაგალითად 600 ადამიანის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსაყვანი თანხა უკვე გადარიცხულია. ზოგისთვის არის ბილეთის ფული, ზოგისთვის არის უბრალოდ საწვავი. ასევე დაახლოებით 600 კაცი, ეგ რაც გითხარით, ეგ 600 კაცი არის ძირითადად აჭარა და სამეგრელოს ერთი რაიონი, მაგრამ ასევე გურიაში დაახლოებით 250 კაცის დაფინანსება უკვე გადარიცხულია და მზად არის იციან როგორ უნდა ჩამოვიდნენ და ახლა კიდევ უკვე სია გვაქვს ხალხის მსურველების და ამ ხალხის სია არის დაახლოებით 3500 რომელიც სულ მზარდია და იზრდება არ ვიცი პირდაპირ გეტყვით რამდენს გავწვდებით იმიტომ რომ თანხა შემოდის ყოველდღიურად მაგრამ რამდენი შემოვა არ ვიცით მაგრამ ჩვენ შეძლებს და გვარად ვცდილობთ რომ ყველა დავაფინანსოთ, ვისაც ეს სურვილი ჰქონდა და აქვს ჯერ კიდევ რომ 4-ში ჩავიდეს. ანუ დაფინანსება იმისა რომ რა თქმა უნდა ჩვენ რაღაცა 100,000 ერთ რეგიონში შეიძლება ვერ მოუყაროთ თავი რომ გადავრიცხოთ, მაგრამ საწვავის ჩასხმას უზრუნველყოფთ. მაგალითად ავტომობილები 5 ადგილიანი, 7 ადგილიანი ავტომობილები, რომელსაც საწვავი არ აქვს, აგერ კახეთიდან 90 კაცს უკვე აქვს ამის საშუალება, მივეცით თანხა და გუშინ გადაირიცხა ეს თანხა და პრინციპში ვიცით რომ ყვარელიდან და თელავიდან ეს ხალხი ჩამოვა, მაგრამ იზრდება მოთხოვნილება. ეხლა მაგალითად 600 კაცი კიდე დაემატა კახეთს, ოღონდ ჯერ არ გვაქვს თანხა რომ გადავრიცხოთ, მაგრამ ეს თანხა შემოდის ნელ-ნელა და ძალიან დიდი სურვილი და იმედი გვაქვს რომ ემიგრანტები ჩაერთვებიან კიდევ უფრო აქტიურად ამ ფონდში იმისთვის რომ შევძლოთ საერთო საქმის წარმატებამდე მიღება. რეზო დიდი მადლობა საუბრისთვის, დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც წაკეთებთ, რასაც კიდევ გააკეთებთ და წარმატებები ჩვენ ყველას. მადლობა. რას ვაკეთებთ? რა გეგმა გვაქვს? კაი, მე არავინ ვარ და იმას თუ აქვს გეგმა, ვისაც უნდა გქონდეს. აი, პოლიტიკოსები რომ არიან, მაგრამ მე ხომ მაგათი გეგმა არ მაინტერესებს, მე ხომ მესამე ძალას ველოდები უკვე 13 წელია. არა, პრინციპში უკვე მე-5-ს ველოდები, ან მე-6-ს, იმიტომ რომ რამდენიც მოვიდა, იმდენი არ მომეწონა და დავიწუნე. მაგრამ ასე გამოჩნდება მე-5, მე-6 და მე-18 ძალა და მაინც იქნება ხალხი, ვინც საკუთარ ბოდიში ჩასვრილობას ისევ გაამართლებს. უფ ეგოიმია, უფ იმას გრძელი ცხვირი აქვს, ან იმას მოკლე ცხვირი აქვს. ხო და ვისი მოსაწონიც აქამდე არასდროს გამოჩნდა, თქვენი მოსაწონი ახლა გამოჩნდა. იმიტომ რომ პოლიტიკოსები არ არიან, არ იბრალებენ და არ უნდათ. თქვენარი მოქალაქეები არიან. ოღონდ თქვენგან განსხვავებით ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ხედავენ საკუთარ როლს და პოულობენ საკუთარ ადგილს საერთო ბრძოლაში. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.